სიმორცხე ეს არის ადამიანის ემოციური მდგომარეობა, რომელიც განსაკუთრებით ვლინდება შფოთვის დაძაბულობის განცდებით, ისეთ გარემოში, რომელიც არის კრიტიკული, რომელიც ადამიანს მაღალ მოლოდინებს უყალიბებს, მოკლედ სოციალიზაციის პროცესში. და რაც ყველაზე საიმედო არის ის, რომ მისი ცვლილება არის შესაძლებელი, თუ კი გავაძლიერებთ საკუთარი თავის რწმენას, ვენდობით უფრო მეტად საკუთარ თავს და ასევე გამოცდილებებს დავაგროვებთ. განსაკუთრებით საყურადღებოა, საიდან მოდის ეს სიმორცხე. ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი ფაქტორი, გენეტიკური მახასიათებლები და ადამიანის თვისება, ასევე შეიძლება იყოს გარემოდან მიღებული შთაბეჭდილებები, როდესაც გარემო არის კრიტიკული, აღზრდის დირექტიული სტილი, ზედმეტი გადაჭარბებული მოლოდინები, სადაც თქვა ადამიანის შესაძლებლობა და ბავშვის შესაძლებლობა არ არის შესაბამისობაში მოლოდინებთან. აქცენტს გავაკეთებ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, რაც დაეხმარება ბავშვს და ადამიანს ზოგადად, რომ დაძლიოს სიმორცხე. ეს არის მიმღებლობა და დობით სავსე გარემო. აქცენტირებას მოვახდენ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელიც ვფიქრობ, რომ დაეხმარება ადამიანს გადალახოს ეს სიმორცხე. ეს არის გარემო, სადაც აქვს უპირობო მიმღებლობა, მის ტემპს, მის ინიციატივებს აძლევენ შესაძლებლობას გამოხატოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის, არ უსახავენ ძალიან დიდ მოლოდინებს, არ არის კრიტიკული და შეფასებითი გარემო, ხდება დასტიმულირება მისი მცირე ინიციატივებისაც კი და აღწერითი ხასიათის არის ეს ინიციატივები და არა შეფასებითი, მაგალითად, კარგი გოგო ხარ, კარგად მოიქეცი, სმაგივრად, ძალიან მომეწონა რომ მიაწოდე ბურთი ან გააფერადე და ასე შემდეგ. ასევე ღირებული არის გამოცდილებების გაზიარება, მაგალითად, როდესაც ზრდასრული ბავშვს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ხდება მისთვის როლური მოდელი, თამაში, ზღაპრით მიწოდებული სიუჟეტები, ინიციატივები როლური სავარჯიშოების, სადაც თქვა ხდება გმირის რაღაც გარკვეული კრიზისის გადალახვა, რომელიც დაკავშირებული არის სიმორცხესთან, რაც მთავარია პოზიტიური და მხარდამჭერი გარემო და ასევე სოციალური სივრცის ზრდა, სადაც ბავშვი ახალ გამოცდილებებთან დაკონტაქტდება და მოხდება მისი დადებითი ძლიერი მხარეების სტიმულირება.